ყველას მადლობა წინასწარ მოსმენისთვის. სწორედაც რომ ჩვენ ვართ პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამ საზოგადოების წევრები. დანარჩენი ჩვენი ყველა სტატუსი არის მეორე ხარისხოვანი. თუმცა ჩვენ ყველანი ხო ანუ ზოგი დევნილი, ზოგი სხვადასხვა რეგიონის მკვიდრი, ზოგი შრომპირი წარმოვადგენთ ამ საზოგადოებას და ჩვენ ყველას ჩვენი მიზეზი გვაქვს იმისა თუ რატომ დგავართ აქ და რატომ ვართ პროტესტში. ამ ხელისუფლებამ სამწუხაროდ ძალიან კომფორტში გრძნობს ახლა თავს იმის გამო რომ ჩვენი ხმა არ ისმის და რაღაცა კონტროლი გვაქვს მოშვებული, იმიტომ რომ იმდენად ბევრ რამეზე არის საბრძოლო უკვე აღარ ვიცით რითი დავიწყოთ, რომ იმასაც კი რასაც ადრე აკეთებდნენ, აი უბრალოდ ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვეს. მე უკვე აღარ ვიცი გულწრფელად რომ გითხრათ რაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ყველაფერი არის ნათქვამი, ყველაფერი არის დაწერილი, აი კახას თავის დროზე მუშაობდა ექსპერტად სხვადასხვა თემებზე. უბრალოდ ეხლა არის დრო რომ გადაშალო და საქმე გააკეთო, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი დგანან და თავს იქებენ რაღაცა ეკონომიკური ზრდით, რომ რომელიღაცა ევროპულ ქვეყანას გაუსწრეს თუ გადაასწრეს. მაგრამ საინტერესოა ხო რატო არის რომ ჩვენ არ გვაქვს აქ ის გარემო და ის სერვისები რაც არის იმ ქვეყნებში, ხო ეს კითხვა სულ გვებადება ჩვენ. რატომ არის რომ ჩვენ სიცოცხლის რისკავთ, როდესაც გადავდივართ მაგალითად გზებზე, იმიტომ რომ არ გვაქვს ხმოვანი შუქნიშნები. და იქ სადაც გვაქვს, იქაც არის მოშლილი უკვე და ჩვენს თხოვნებზე, მოთხოვნებზე, ზარებზე აღარ რეაგირებენ, როცა მოვითხოვთ, რომ ეს შუქნიშნები გასწორდეს, რომ ტყუილა არ იყოს ჩართული და მართლა ხალხს არ გაუჩინეო განსთა, რომ ეს რისთვის არსებობს, თუ მაინც არც უსინათლოს არ ადგება და არც არავის. საათში 37,000 კანონს სიჩქარით იღებენ კანონებს, მაგრამ ის კანონი, რომელიც შიშიმპირების დასაქმებას ჭირდება, მაგალითად კვოტების მიღებასთან დაკავშირებით, ვერ მიიღეს. არა და მე არ ვიცი ხოლმე რა ვქნა თავს გრძნობ ძალიან უძლურად, როდესაც მე წერენ მირეკავენ შიშიმპირები და მეკითხებიან, რომ სად შეიძლება რომ დავსაქმდეთ. ვერც სამწუხაროდ პასუხი არის ძალიან ხშირი და სწორედ იმიტომ რომ სულ სხვა მავნებლური კანონების მიღებით და მავნებლობით არიან დაკავებული და არა საქმით. არ არის მიღებული საჭირო ჯანდაცვის პროტოკოლი, ან მაგალითად ბევრ დიაგნოზს, ბევრ დარღვევას ახლავს მეორადი სხვადასხვა დაავადებები. მაგალითად დაუნის სინდრომი არის ასეთი, რომელსაც ახლავს თუნდაც ხშირად, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად, თუნდაც გულის მანკი, თუნდაც სხვადასხვა დაავადებები, რომლების გადაკონტროლებაც არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ადამიანები უბრალოდ არ დაიხოცნენ. მაგრამ ამის მექანიზმი, ესე იგი ამ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი ხელისუფლების თქმით თურმე, რომელიც გადაუსწრო ევროპას და არაფერში არ გვჭირდება თურმე იმათი რესურსები და ფინანსება თუ ცოდნა, ეს კვლევები ამ ადამიანების არ ფინანსდება და ამის გამო ხა თუ ადამიანს არ აქვს გასაკუთრის სახკარი, რომ პრევენციულად რაღაც კვლევები ჩაიტაროს, მშობლებიც და ეს ადამიანებიც არიან სანამ გაძლებენ გაძლებაზე, ესე თქვა და მაგის გამო ადამიანები იღუპებიან, ბავშვები მათ შორის იღუპებიან. რომ ეს პროტოკოლი და ეს დაფინანსებები პროფილაქტიკური და სხვადასხვა თანხლები დაავადებების შემოწმების და მკურნალობის და მართვის არ არის დამტკიცებული. ესეც დაუწერეს, დაუღეჭეს, დაუდეს, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი რეპრესიებისთვის იცლიან და საქმისთვის არა. არ ვიცი ახლა კიდევ რა შეიძლება რომ გავაგრძელო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რას აქვს აზრი, მაგრამ აზრი აქვს იმას, რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ისე ვდგავართ აქ, რომ ერთ წელზე მეტია ეს პროტესტი გრძელდება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხი გარშემო, სხვა ხალხიც, რომელიც შეიძლება ყოველდღე რუსთაველზე არ არის, ამას ხედავს და იგებს, რომ ჩვენ რეალურად რამდენ რეალურ პრობლემაზე ვლაპარაკობთ. და კიდევ ამ პროტესტში რამდენი ადამიანი აღმოვაჩინეთ, ან შიშიმპირის ნათესავი, ან ოჯახის წევრი, ან თავად შიშიმპირიც. ვართ რეალურად უამრავნი და ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან დიდი მიზეზი, რომ ვიყოთ პროტესტში. იმიტომ რომ სანამ ჩვენ რაღაცა მინიმუმს მოვითხოვთ და ვითხოვთ, ვიღაცები ხვრიფავენ მილიონებს.
მადლობა ყველას და გამძლეობა და წარმატებები. ხო, რო იჭერენ კიდევ შემოპირებს, მათ შორის, მათ მშობლებს, რომლებზეც ეს ადამიანები არიან დამოკიდებულები. მაგალითად ევა შაშიაშვილი არის ასეთი, მისი შვილი არის. აქვე დავაანონსებ, რომ მისი სასამართლო ევასი, ანუ სისხლზე დავებიან და მის სასამართლო არის ზეგ ხუთშაბათს 3 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში და ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც შეძლებთ, რომ მოხვიდეთ, იმიტომ რომ სასამართლოებიც იქცა ერთგვარ პროტესტის გამოხატვის და მხარდაჭერის გამოხატვის კერებად. და ასეთი ბევრია, რომლების მშობლებსაც იჭერენ, რომლებზეც ეს სხვადასხვა შემოპირები არიან დამოკიდებულები. ჩვენ არ გვაქვს ისეთი სერვისები, რომ ადამიანმა შემოპირმა მშობლის და ოჯახის წევრის გარეშე ესე თავისუფლად იცხოვროს. Είναι ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევა გათავისუფდეს და ტყვეობიდან და არ იჯდეს ციხეში. მადლობა თქვენ.